პირველი ესე იგი ზალპი თუ გახსოვს ჩვენ როდის გაისმა როდესაც კობახიძე იჯდა იმასთან გაბუნიასთან რუსთავიორის ეთერში და მან ესე იგი იქ თქვა რომ ესენიო საერთოდ პოლიტიკურ NGO-ებზე თქვა რომ ესენიო პოლიტიკური დღესწესრიგით ისა მუშაობენო და ესენი არიან პოლიტიკური დღესწესრიგის გამტარებლებიო და ეს გაბუნია გაოცებისგან საერთოდ ხო ესე წვიტი ბიჭია და უცბად ასე ფეხების დაუხმარებლად და ხელების ახტა სკამზე ხო და გაოგნებისგან რა ეს არ დამავიწყდება ეს იყო რაღაც აი ლუთერმა რო ის მიაჭედა 96 თეზისი ეკლესიის კარებზე ხო კათოლიკური ეკლესიის წინააღმდეგ ეგეთი განცხადება იყო და მე რა იყო მე აი ეს საოცარი შარლ მიშელის თავზე რო გადაახიეს ხო შარლ მიშელმა რო დაგვიბარა ადრე ვიცოდი რომ წერეთ ხელმა დაგვიბარა მუკიკიოს რეკომენდაციების მოლოდინში რო ესე ზეცაში რო იყურებოდა ხა საქართველოს ხო გახსოვს არა მე და შენ რო არ თუ არ გახსოვს აბა ვიცახსოვს მუკიკიომ დაგვიბარა მუკიკიომ თქვაო ხო და მე შარლ მიშელის შეთანხმება რო იყო ეს იყო ეთყობა ბიფურკაციის წერტილი იყო ეგ ერთ-ერთი ბიფურკაციის წერტილი რომ რაღაც აბსურდულ ალეპოსკას ვარიანტში რომ გააკეთეს 50% გადალახავთ და თუ არ გადალახავთ ესე იქნება თუ გადალახავთ ნულოვანი ბარიერით პროპორციული არჩევნები არავითარ შემთხვევაში მაჟორიტარები და ასე შემდეგ და ამგვარები ხომ გახსოვს აი ეს ყველაფერი რა თქმა უნდა თან რაც მე ნაკლები წინააღმდეგობა ხდება თამაც ზოგადად ამ კოლონიური ფსიქოლოგია რო აქვს ხო მით მეტად თავხედდებიან აი რაც უფრო ნაკლები წინააღმდეგობა ხდებათ მით უფრო ესე იგი ხო გახსოვს რა სახეებით ახლაც იგივე სახეებით არ გველაპარაკებიან კაცო აქ რო გამოგზავნეს ის რევოლუციონერი როთი და ის კიდე 6 გათხოვილი მამაკაცი და მიტინგზე რო შეგხვდნენ და ეს ხალხს რა თქმა უნდა დაინახეს უკვე რეალობა ხალხის საღათ მოაზროვნე ნაწილმა თორე ევროშაყინტრავებულები და შიგევროპელები კიდევ მრავლად ყავს აი რომლებიც ათარიან ცალფეხზე დგომით და სხვადასხვა აკრობატული ილეთებით და სხვადასხვა ორგანოების არასწორი ევროკავშირს დაჭირდება შეუულიათ გახდნენ გეები ეს თქვენ კლავ მოიშველიეთ თანამედროვეობის გიგანტი აზრის გიგანტის დავით ჩუთლაშვილის ცნობილი ეპოქებს რო გაყვება ეპოქალური გამონათქვა დიახ თუ ევროკავშირში ჩვენ შესვლას დასჭირდება რომ მე გავხდე გეიო მე ინდივიდუალურ პასუხისგებლობა